დილამშვიდობის ეთერში ახალი ამბები 12 საათზე მე კი გიორგი წულაია ვარ. მშრალი ტვირთმზიდი ტუნა ერთი ამ დროისთვის თურქეთისკენ მიემგზავრება. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ადასტურებენ უწყებაში ამბობენ, რომ გემზე მყოფი ქართველი წევრები უსაფრთხოდ არიან, რაც შეეხება დაბომბვისას დაღუპულ ეკიპაჟის თურქ წევრს. იგი სამხედრო გემზე გადაასვენეს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს საკონსულო თურქეთში საკითხზე აქტიურად მუშაობს და თურქეთში ფეთის პორტში შესვლის შემდეგ ქართველებს დახმარებას აღმოუჩენს. შეგახსენებთ, რომ გემი ლიბიის წყლებში დაბომბებს, დაიღუპა ეკიპაჟის ერთი წევრი თურქეთის მოქალაქე, გემზე მყოფი ქართველები კი ამ ეტაპზე უნებლები გადარჩნენ. მათ შესახვედრად გაემართა თურქეთის სამხედრო ხომალდი, რომელზეც მოახერხეს მიცვალებულის გადასვენება და დანარჩენი მეზღვაურები მიემართებიან ნავსადგურ ფეთისკენ, რომელიც მდებარეობს თურქეთში. ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი თურქეთის საკონსულოსთან, საქართველოს საკონსულოსთან თურქეთში და ისინი გვაწვდიან მუდმივად განახლებულ ინფორმაციას თუ როგორ არის და რა მდგომარეობა. როგორც კი შევლენ თურქეთში, საქართველოს საკონსულო მზად არის მათ დასახმარებლად პრობლემების შემთხვევაში ან ნებისმიერი დახმარების შემთხვევაში და ისინი თავს გრძნობენ ნორმალურად. ამ წუთშიც მექანიკურ მართვაზეა გემი. და ცდილობენ, რომ რამენაირად მივიდნენ ნაპირამდე. ითხოვენ დახმარებას, რომ წყალი არა გვაქვს, შუქი არა გვაქვს, აი საკვებით არა გვაქვს, რომ ელემენტარულად